შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. მიმდინარე წლის 22 თებერვალს ზემო ფონიჭალაში ნონა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარია მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები მამაკაცია დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა 22 თებერვალს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა ნონა რომანაძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი. კვალის დაფარვის მიზნით კი დამნაშავემ ბინაში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოში ორი პირის, მათ შორის მცირეწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს დილით თბილისში ზემო ფონიჭალაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი მარია მამფორია. ჩატარდა ათეულობით სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. მოწმის სახით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ასეულობით პირი დაიკითხა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა, ნივთი